მოგესალმებით. ვიწყებ ვიდეოს გარჩევას. ამჯერად გავარჩევ ერთ-ერთი გამოწერის ვიდეოს, რომლის ვიდეოც ერთხელ უკვე გავარჩიეთ, თუმცა მაშინ იყო Formax-ები, NL40, ხა ამჯერად იქნება NL20 Sixmax-ები. ისევ ლიდერბეთი. კარგი, მოდი გადავიდეთ საქმეზე და ორი პატარა ვიდეოა, ჩვენ ერთ ვიდეოში ჩავეტევით, რა თქმა უნდა. დავიწყოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. Operaze არის 2.5 დიდი ბლაინდი. ეს MSS-ის სტრატეგიით თამაშობს, ანუ საშუალო სტეკების სტრატეგიით და ხო, ალბათ ეს არის არ მახსოვს სიმართლე რომ თქვა, ეს საიზინგები და რაღაცეები, ზოგადად BSS-ს და MSS-ს 2.5 ალბათ მისაღები არის, ხომ მაგალითად პირველი პოზიცია 3 ბლაინდს ვარეიზებ ზოგადად და მარტო პოზიციაში კატოფზე და ბატონზე ვარეიზებ 2.5 ვარს, მაგრამ ალბათ MSS-ის შემთხვევაში პირველი პოზიციიდან 2.5 უფრო რელევანტური იქნებოდა. კიდე აქ MSS-ზე შეიძლება ითქვას, რომ ესეთი ტრიბეთის წინააღმდეგ და ამდენი მყარი ფული როცა ალბათ უსკარული პირდაპირ ფულში იქნება აქ. ვნახოთ. კი არა დინამიური პოზიციებია, პირველი პოზიცია big line-ის წინააღმდეგ თან როცა ორი კოლერია და squeeze შეიძლება BSS-ი აქ უბრალოდ დაქოლვა და გაგრძელება შეიძლებოდა, მაგრამ პოსტლოპის თამაში დავშვით პოზიციაში თუ სკაროლით, მაგრამ როცა პატარა სტეკებით ვართ, დაქოლვას დიდი აზრი არ აქვს ხოლმე რა. კი ბატონო. უსამიანით იზოლირება, კი ბატონო, თავისუფლად შესაძლებელია, კარგი გადაწყვეტილება. ფლოპიც ისეთია, რომ პოზიციოთ აგრესიის გაგრძელება აბსოლუტურად მისაღებია, უბრალოდ აგრესია გავაგრძელებთ ჩვენ. რა საიზინგი იყო? 40%, კი ბატონო. ნორმალურია. მე აი ნახევარ პოტს ხმარო ხოლმე მაგ სიტუაციაში, ან 40%-იც იქვია რა და. თენზე უკვე მეორე ბარელის კეთებას არ ვფიქრობ, რომ აზრი აქვს, იმიტომ რომ რაც ფლოპზე არ დაეცა, მორგანზე რატო უნდა დაეცეს და თან რაღაცა პატარა შოუ-დაუნ value გვაქვს რა ამ სამიანით და იქნება გავათრიოთ რა. რაღაც პაპადანიას, ანუ რაღაც წყვილს ცხრიანს დამას არ ამგონია რომ დავაყრებინოთ ოპონენტს და ეს არის კიდე ვუგებთ და შესაბამისად მოდი მე ამას ავაჩქარებ. ეხლა გამახსენდა. მოდი 2x-ი ავაჩქარებ. მე თავი რაღაცა დაანელა მივდივართ მეთქი და კაროლებით crazy საიზინგი მოწონს, კაია. ფლოპია ისეთი რომ რავი, მან პირდაპირ გავფუშავდი სიმართლე რო თქვა მაგ ფლოპზე. აგრესიის გაგრძელება ჩემი აზრით აუცილებელია, ორი ოპონენტი ყავს და პირდაპირ all-in იქნება ჩემი აზრით მან ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება. ორი კარტა და 3 ოპონენტია და ხო, მით უმეტეს რა. მან იქნება ძალიან ბევრი ფლეშ დროები, გაჩოტები, ორხრივი სასტრიტეები და კიდე ვალეტი იქნება ზოგჯერ და
დამქოლავი გამოჩნდება. აჰა. ზუსტად ის გააკეთა რაც თქვი. კი ბატონო. აი გადასარევი გადაწყვეტილება. უბრალოდ მანდ როგორი რამე იცი, ან დაჩეკო, ან 1/3 გახვიდე, ცოტა გახვიდე და რაღაცა და რაღაც ისეთი ტერნი უნდა მოიღოს, რომ სამ ოპონენტში რამე მოიძებნება ერთ წყულზე უკეთესი უკვე რა. ძალიან ისეთი მოყინული ფლოპი იყო და ოლინი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო. აი MSS-ის აი კარგი ხარე ეგ არის, რომ ხანდახან აი ეგრევე ფლოპზე შეგიძლია გაფუშო ან თერზე მაქსიმუმ და გადაწყვეტილებები უფრო გიმარტივდება რა MSS-ზე. უბრალოდ ის არის, რომ მინუსი ის არის, რომ უბრალოდ ვერ თამაშობ. ანუ სრულფასოვან MSS-ს ვერ თამაშობ, იმიტომ რომ გეზდება სტეკი, ის ფუფუნება არა გვაქვს დღესდღეობით პოკერში, რომ მაგიდა გამოცვალოთ რა. აბა კი ბატონო, ვალეტებით ძალიან კარგად არის გათამაშებული. ოთხიანების პირდაპირ დაჩეკო კარგი გადაწყვეტილებაა. რეის დიდი აზრი არ ქონდა. თან წეღარო დავარეზიტო სამიანი ოპონენტი არ დაეცა და ანუ ისედაც ანუ რომ ეს გამოცდილება არ ყოფილიყო ზოგადად ლიმ ფოლდის იმედი ხშირად არ აგვაქვს ხოლმე. ძირითადად ლიმ ქოლს თამაშობენ ხოლმე ოპონენტები მიკრო ლიმიტებზე და სამისად ოთხიანებისნაირი ხელი არ არის რა ეს. მაინდა-მაინც იზოლირება აუცილებელი რა, მით უმეტეს ოპოზიციოთ. დაჩეკავ ნახავ უფასოდ და ეგ არის. აქაც საიზინგი კარგი იყო. ორი ბროდოი კარდი იდო, თან მეორე წყვილი ქონდა, მან რავი 1000 გაჩოტი იხდი და ეისაი იხდი და საერთოდ აი რეკრეაციული მოთამაშეები ხა ეს არ ვიცი, შევა არ არის რეკრეაციული მოთამაშე. პრინციპში არ არის ხო ალბათ, იმიტომ რომ რამდენიმე მაგიდაზე ზის და თან რა ყვითელში ყავს მონიშნული ალბათ რეგები, როგორც ვიხდი. ხო, მაგრამ აი რეკრეაციულ მოთამაშეებზე რო თქვა რა, ზოგადად ანუ საერთოდ არა მარტო მოხვედრას ან წვილს ან რაღაც ეგეც არამედ ეისაისაც ათრევენ ხოლმე რა, უღართ გაათრიონ, მით უმეტეს ეგეთ ბორდზე რა, კაროლ დამაროდებს რაღაც ტულს 7-იანი რო ეჭიროს, ერთ ბარელს ყველა ვარიანტში იხდიან ხოლმე, შესაბამისად არ უნდა მოერიდო და ველი უბეთებს რა. და მაგის ლოგიკა. ბარემ ახსნი მაგის ლოგიკას რა. და ეხლა რა არის, რომ რეკრეაციული მოთამაშე თამაშობს ერთ მაგიდას, როგორც წესი, ან მაქსიმუმ ორ მაგიდას რა. ხო და ტულზი მაგათაც არის ძალიან ღირებული კარტი. ჯერ ერთი იმიტომ რომ იშვიათად მოზდის, იმიტომ რომ იშვიათად ნახულობს აი კარგ კარტებს რა, როგორც არის მაგალითად რაღაცა პრემიალური დიაპაზონი რაღაც. ორი ტულზი, ორი კაროლი და რაღაც ეგეთები რა, იშვიათად ურიგდება ძალიან. მეორე ერთი კიდე ისედაც ან პოსტლო გათამაშებებში ან რაღაც ძლიერი კომბინაციები როგორც არის მაგალითად სტრეიტი ფლეში რაღაცა ხშირად არ აქვს ფუფუნება რომ ააწყოს, იმიტომ რომ პატარა დისტანციას თამაშობს. და წყვილი არის მაგათთვის ანუ კომბინაცია რომელსაც ხშირ შემთხვევაში ან ყავთ და ან არ ყავთ რა. ხო და როცა ყავთ, ანუ გონიათ რომ მოხვდნენ და კარგად განან, როცა არ ყავთ გონიათ რომ ვერ მოხვდნენ რა, დაახლოებით ეგეთი ლოგიკაა. ორი წყვილი საერთოდ მაგარი ხელი გონიათ, ვერ დააკრევინებ, შანსი არ არის, რაც არ უნდა რანაუტი იყოს. მეც მახოს რომ ვიყავი რეკრეაციული მოთამაშე, აი ორი წვილის დაყრა, მეგონა სამშობლოს ღალატის დონის საქციელი რა. არა და
ხშირად ინტუიციამ კარნახობდა რომ გადაყარე რა ეს ორი წყვილი ისეთი რა ნაუტია რომ აშკარად უკან ხარ მაგრამ აი მაინც ორ წყვილს ვერ ყიდი ხოლმე რა და იგივე ტოპ-წყვილი ტულზე ტოპ-წყვილი როცა ყავს რა ხო და როცა დავუშვათ ფლოპში ვერ ხდება ტიპი და უჭირავს ace-high ხო ace-high-ზე ყოველთვის აქვს ის მოლოდინი რომ აი ხა ტუზი რო დადოს ანუ შანსი ჯერ კიდევ მაქვს რა ხო შეიძლება ხა თერნზე რივერზე ტუზი დამიდოს და ანუ ყველაზე მაღალი პარა მე დამირიგდეს და შესაბამისად უკეთესი ხელი რა იმას ვერ ხდება რომ შეიძლება დომინაციის ქვეშ არის და პირიქით ანუ გაუჩალიჭეს რა მაგ ტოპ-წყვილმა და ახლა ტოპ-წყვილი არ იყრება რა როგორც ორი წყვილი ან ტუზზე ტოპ-წყვილი არ იყრება რა მაგალითის რა ტუზი კაროლი შესაბამისად ხო რა ეგეთი თემაა რომ მოკლედ აი ლოგიკა დაახლოებით ეგეთია მე ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია ეგ დავადასტურო მე როცა რეკრეაციული მოთამაშე ვიყავი და სხვებსაც როგორც დავკვირვებულო რეალურ ცხოვრებაში და ასევე სხვა რეგულარების განაც მომისმენია დაახლოებით მსგავსი ანალიზი რა შესაბამისად ანუ იმის თქვა მინდა რომ როცა რაღაც ოპონენტის რენჯს ვაველიუბეთებ იმასაც ვითვალისწინებ რომ ace-high-ზე იხდის რა ოპონენტი მაგრამ მეორე მხრივ როცა ოპონენტი რაღაცას ათრევს ხო რეკრეაციული მოთამაშე რაღაცას ათრევს სენს ტულს რო დადებს ხოლმე ტული ხო ისედაც სკერი ქარდია მაგრამ როცა ფიშზე თამაშები მით უმეტეს უფრო სკერი ქარდია იმიტომ რომ ფიშ ხშირად აქვს ეგ ტული რა დამაათიანი ფოლდია რა თქმა უნდა მაგ სიტუაციაში ხა MSS-ის თამაშის დროს ესეთი ტრიბეთის ქოლები მით უმეტეს ამხელა საიზინგით როცა გატრიბეთებენ ეგ BSS-ს ფოლდი იყო მან შეიძლებოდა რა აგრესიის გაგრძელება ჩვეულებრივად ამ თერნზე დამაგულით იმიტომ რომ შეიძლება უფრო დაბალი ფლეშებისგანაც იმის მიღება values მიღება რა თან კიდე თან რა პრინციპში ხო რა დაბალი ფლეშებისგან value უნდა მიგეღო ან რამე რაღაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ოპონენტს არ ქონოდა ფლეში მაგრამ მაინც გადაიხადა რა რაღაც ნახევარი ბანკი 1/3 ან რაღაც ეგეთი 1/3 ალბათ უფრო ეს რივერზე მომწონს ეს საიზინგი ანუ ოპონენტი თითქმის არაფერს არ გვაჩვენებს და შესაბამისად აი რამე მაინც რო გადაიხადოს ცოტას უნდა გახვიდე მაგრამ თერზეც იგივე ლოგიკით თერზეც კაი იქნებოდა გასვლა აქ ისევ ტუზ კაროლი მაგრამ მაინც ექშენი ვნახოთ 5 ბლაინდს არის ეს პირველი პოზიციიდან მოთამაშე არასრული სტეკით მაგრამ რეგულარი და ტრიბეთ ქოლი რავი პირველი პოზიციიდან რა გაგებით აქ 4-ნი არიან დარჩენილი კატოფიდან რა ხო ნუ გასაგებია კატოფთან გასაგებია UTGMP-ზე ეს არ იქნებოდა მაინც სასურველი ოლიდი მაგრამ კატოფი ბატონზე ჩვეულებრივი სტანდარტული ეცავს აქ ტუზ დამაზე რა ხდებოდა ტრიბეთი 4x კი ბატონო აქ უკიდან ქოლი არ არის ასე ამონო იმიტომ რომ რა შეიძლება ითქვას ფლოპს ახლა მეტაკლებად მოვედით მაგრამ ამასთან ეს ძალიან ძლიერ რეინჯს გვაჩვენებს და ალბათ დაჩეკვა იქნება რა ლოგიკური რა ნუ ან მეორე მხრივ რამე ინფორმაციას ვარსებობს ნუ გასვლაც შეიძლება არ არის ასე ვთქვათ ცუდია მაგალითად ახლა ამ ოპონენტს თუ ტუზ კაროლი ყავს სიტყვაზე ან იმასაც ტუზ დამა ან რაღაც ეგეთი შეიძლება რომ დავუშვათ დავაყრევინოთ და წამოვიღოთ აქვე რა აქვე წამოვიღოთ ბანკი მაგრამ რომ ტუზაგურს კაროლაგურს ჩვენ არ ბლოკავთ და ეგ თემა არის რომ ტუზაგურს და კაროლაგურებად არ დაეცემა მაგაზე 200-ზე არ არსებობს და მაინც მე ჩეკში გავიყვანდი ამას ან 1/3 ან პატარა ფსონი შეიძლებოდა რა
კაია მაინც წამოვიღეთ. არა, იყო რა თქმა უნდა ოპონენტის რეინჯში იყო რაღაც ისეთი ჰენდები, რაც ეცემოდა თავისუფლად, მაგრამ ხო რა, იმან როსონს აკეთებ, მაშინ დაახლოებით რაღაც ინფორმატიული ფსონია, რომელიც თუ რეიზი მიიღიან რაღაცა, უკვე მაშინ ამ ტუზდამას ყრი რა ეგეთი თემაა. დაახლოებით ეგეთია ლოგიკა რა. თუ გინდა რომ დავიხოთ ამ ტუზდამის ეკვიტის რეალიზება მოახდინო, ჯობია დაჩეკოდა. თუ პროცესის single barrel-ით ან წავიღებ, ან გადავყრი თემა არის, მაშინ ცოტა sizing-ს მოუმატებდი, აი ნახევარი პოტი იქნებოდა, ჩემი აზრით უფრო რელევანტური რა. 40% დაახლოებით იქვია, მაგრამ მაინც რაღაც აი ჩემი უფრო ინტუიციური დაკვირვებით, რაღაც ნახევარი პოტი უფრო მუშაობს, უფრო fold equity-ზე, ვიდრე 1/13 ან 40% ან რაღაც ეგეთი რა. იქ ცხრიანით big line-ზე დავჩეკეთ. კი ბატონო. ყველამ დაჩეკა. არა, ერთი ბლაინდი გამოვიდა ოპონენტი. ეგეთი ერთი ბლაინდი შეიძლება დაარეიზო. კი არა, უნდა დაარეიზო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ოპონენტს მანდ ან არაფერი არ აქვს, ორი ვარიანტია რა, შეიძლება არაფერი არ აქვს, ხშირ შემთხვევაში როგორც წესი არაფერი არ აქვს ხოლმე რა. შეიძლება ქონდეს რაღაცა დამაშვიდიანი ან 4-იანები ან რაღაც ეგეთი და ანუ როგორი სიტუაცია იცი? ანუ თუ ოპონენტმა შენზე უკეთესი ხელი არ დაიჭირა, არაფერს არ გადაიხდის რა. ანუ 4-იანები რო ქონდეს, აი სიტუაცია თქვა 4-იანები ქონდეს. რაღაც ერთ ბლაინდს გამოდის რატოღაც რა, რავი რა. მოპარვა უნდა ან რაღაც ეგეთი პოტის. ან რაღაცა ბლოკინგ ბეთია რომ ამ 4-იანების რეალიზება უნდა. მანდ დაურეიზებ გადაყრის ჩაოლებრივად რა. ერთის მხრივ უარეს ხელს აყრევინებ, მაგრამ ეს არის ხელი, რომელიც იდეაში არაფერს ისედაც არ გიხდიდა თუ 4-იანს არ დაიჭერდა რა. და თუ დაიჭერს იმ 4-იანს, მერე უნდა მოგიგოს და გადაგახტევინოს აქეთ რა. შესაბამისად არ გჭირდება ეგეთ ჰენდებთან თამაში გაგრძელება, უბრალოდ დაურეიზე წამოიღე ეგეთი პოტი ჩვეულებრივად რა. ერთ ბლაინდს გამოდის ოპონენტი, შენ რაღაც equity გაქვს, ეგრევე დაურეიზე წამოიღე რა. პრობლემა არ არის. ზოგჯერ როცა equity არ აქვს, მაშინაც შესაძლებელია დაჩეკრეიზება, მაგრამ ნუ გააჩნია რა, გააჩნია. სიტუაციას გააჩნია, მაგრამ როცა equity გაქვს, ან მომლოდინე ძლიერი მომლოდინე ხელი გაქვს, ან მეორე წყვილი ან მესამე წყვილი ან რაღაცა კარგი equity, ყველა ვარიანტი რეიზი ჯობია. ან დამაშვიდიანი ხაი, სიტყვაზე ეჭირა დამაშვიდიანი ან რაღაცა 10-იან 7-იანი ან რაღაც ეგეთი, ხო? ან უნდა გაჩოტი გასტრიტოს, ან დამა დაიჭიროს, ან რაღაც ეგეთი. რაც არ გვაწყობს რა. ხელისგან რომელიც იდეაში არაფერს არ იხდის. ამჯერად კი მივიღეთ დამატებითი ერთი ბარელი ოპონენტისგან, ანუ value, მაგრამ ნუ ხო რა, გასაგებია. შეიძლება არ მივიღოთ. შეიძლება უბრალოდ turn check fold-ი ან ისევ ერთი ბლაინდი გამოვიდეს და შესაბამისად არ გვიღირს რომ მაგ ჰენდის რეალიზების საშუალება მივცეთ რა. გადავედით მეორე ვიდეოზე. წყნარი სესიებია, წყნარი ვიდეოებია, ამ შემთხვევაში რაღაც მაინდა-მაინც ესეთი რაღაც რთული გადაწყვეტილებების წინაშე ჯერ არ ყოფილვართ, მაგრამ თამაშასაც უყურებ, ჯერჯერობით ძალიან ესეთი კარგი ესეთი სწორხაზოვანი დალაგებული სტრატეგიით მიდის. უბრალოდ ეს კარლდამის ფოლდი ვერ დავამოღამე რაღაც. კარლდამა მე მგონი ჩაოლებრივად შეიძლება დაარეიზო პირველი პოზიციიდან უკვე საკმაოდ ძლიერი ხელია მაგისთვის რა. კარლვალდი შეიძლება დაყაროს სხვადასხვა პერსონაჟი. კარლდამა რა ვიცი, მე მგონი ძლიერია.
ტოსკაროლი კი ბატონო ტოსკაროლი კი ტრივეთია ყველა ვარიანტში მაგრამ რაღაცა ეს 32 ბლაინდი ეთყობა ხო ანუ ავტომატური შესყიდვა ალბათ არ გაქვს დაყენებული ხო 32 ბლაინდის სიღრმეში ზოგადად ტოსკაროლით სტრიბეთი ბედავი ფუში შეიძლებოდა რა მაგის თქმა მინდა ასეთ დროს რა ჩორებო შეგიძლიათ დაფუშო ეხა ტურნირებზე ბოტებმა 40 ბლაინდის რესტილები დაიწყეს ჩვეულებრივად ფუშავენ 40 ბლაინდს და პრობლემა არ აქვს რა 32 ბლაინდი უბრალოდ ისეთი სიღრმეა რომ ტრიბეთი კი მაგრამ ისინი უკვე ბანკზე ხარ მიმული ეს ტრიბეთი რომ დაქოლოს უკვე ბანკზე ხარ მიმული შეგეძლო ეგრევე ფუში რა მეორე მხრივ შეგიძლია რომ ავტომატური შესყიდვა დააყენო 40 ბლაინდზე და დაუშვათ 40 ბლაინდზე დაბალი სტეკი არ გექნება ხოლმე მაგრამ ეს არ იმატებს ხოლმე ეს ლიდერი ხო პრინციპში ხან იმატებს ხან არა ეხლა გამახსენდა actually ველიუბეთია რვიანებით ოპონენტი არ ეიზებს ალბათ ფუშის გარდა აქ ძნელია რამე მოვიფიქროთ ესეთ სიტუაციაში კი გაისტრიტა 6-ან 7-ანზე ესეთი მინრეიზი უფრო ხშირად შეიძლება სტრიტიც იყოს მით უმეტეს როცა თავიდან ოპონენტი დიდად არ აქტიურობდა ხო მოიცა ჩავთოთ ლიმქოლი ერთი მესამედი და ქოლა და რუიანი ძალიან უხერხული სიტუაციაა სიმართლე რო თქვა ნუ ქოლი მინიმუმ ქოლი მან ყველა ვარიანტში საჭიროა ხო გასაგები ის ჩანსებს იძლევა რომ დასაქოლია ყველა ვარიანტში მაგრამ არა ფუშიც არ არის შეცდომა ეხლა მაგას ვერტო შეცდომაა ფუში მაგრამ ხო აი უბრალოდ ეს მინიმალური არ გამოდის 2x რეიზები როგორც წესი აქ მოკლედ ნაცებში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს რა ოპონენტთან 6-ან 7-ან მთლიანად 6-ი კომბინაცია აქვს და ზოგადად 6-ი კომბინაცია ცოტა არ არის და დაახშიათ აქ სტრიტთან მოგვიწევს თამაში რა აჰა სტრიტი რავი რას ვიზამთ ეხლა კულერია ერთი შეხედვით კულერია მაგრამ მეორე მხრივ რა არის იცი ოპონენტმა ძალიან ფეისაფი იყო რა ანუ თავის დაწვა რა თავისი ხელი ხო ხდები აი რაღაცა ისეთი რაღაცა გააკეთა რომ შეგიძლია რომ ეგეთ სიტუაციაში რაღაცა გააკეთო ხოლმე რაღაც ექსპლუატაციური ქმედება რა დაუქოლო უბრალოდ და გაწყვილებაზე ეთამაშო მარტო და ეს ხო გაწყვილებაზეც გადაიხდის რა გაწყვილებაზე გაუდონქო დაუშვათ და ანუ თუ არ გაწყვილდა კიდე შევა ფლეში დაიხუროსა ჩეკ-ჩეკით წამოიღო რა ანუ ჩეკ-ჩეკით გახვიდეთ შოუდაუნზე ვერ წამოიღებთ აგეთ მაგ შემთხვევაში მაგრამ შევა ფლეში დაიხუროსა ჩეკ-ჩეკი იყოს შეიძლება გაწყვილდეს და გაუდონქო და დაგიქოლოს და შეიძლება უბრალოდ არაფერი ბლანკი დადოს და ჩეკი და ჩეკ-ფოლდი რა ჩეკ-ფოლდი ითამაშო ჩვეულებრივად შეიძლება როცა ოპონენტი არის რეკრეაციული მოთამაშე პასიური და ეგეთ ქმედებას აკეთებს ესეთი ექსპლუატაციური ჰირო ფოლდები სიფრთხილე ჩემი აზრით ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღია არ ვამბობ რომ შეცდომაა უბრალოდ ნუ შეცდომა შეიძლება არის შეიძლება არა მაგრამ მეც მილიონი დამიშვი ესეთი შეცდომა და დღესდღეობით უშვებ ხანდახან სესიებზე მით უმეტეს როცა ბერმაგიდას თამაშობ და მით უმეტეს როცა ყველა მოთამაშეს ახლა სადითაოდ გამადიდებლით ვერ აკვირდები მაგრამ ხო პასიური მოთამაშეების წინააღმდეგ სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მხრივ ახლა მანდ რუიანზე ხომ 6-ან 7-ანს განახებს აი რა არის იცი უბრალოდ აი გავჩერეთ ამ სიტუაციაზე იმიტომ რომ ეს რთული სიტუაციაა ბევრი მოთამაშისთვის რა და თან ვიტყვი რაღაცეებს ანუ მარტო 6-ან 7-ანს განახებს ოპონენტი რა
ან იმას უნდა მოძგავდეს, რომ ეხა ტიპი ჩვენ 6-7-იანს გვანახებს და ბლეფობდეს, მაგისთვის ამ საიზინგს არ შეარჩევდა რა. მეორე მხრივ ეხა კი შეიძლება რუიანები ჩვენ რო არ გვეჭიროს და რაღაცა სხვა ხელი გვეჭიროს, მაგალითად ხუთიანები გვეჭიროს, ხო? შეიძლება გვეფიქრა რომ რუიანებმა სიტყვაზე რუიან 4-იანზე ან რუიან 5-იანზე მეორე წყვილი მიცა, დაუშვათ, ხო, რაღაც სიტუაციაში. ან ხანდახან დამარვიანზე მეორე წყვილი მიუვიდა. დამარვიანს შეიძლება ფლოპზევე გაეზარდა, მაგრამ ნუ ისე ვამბობ რა პირობითად. მაგრამ ეს ამ ყველაფერს ჩვენ ბლოკავთ ამ სიტუაციაში, თუ ხუთიანები ქონდა, 4-იანები ქონდა, დაუშვათ ან 5-იან 4-იანი ან დამა 4-იანი, დამა 5-იანი რაღაცა მაგას ფლოპზევე იმ 1-3-ზე უნდა გაეზარდა სავარაუდოდ. მოკლედ რაღაცა თერნზე გაძლიერდა ოპონენტი და თერნზე ერთ-ერთი 6-7-იანი ძლიერდება რა ამ სიტუაციაში რა. აჰა, აქ რუიანები. ჩეკი ჩვეულებრივად. ზორიანი ხა ისეთ შანსებს იძლევა ოპონენტი რომ ძნელია დაყრა, მაგრამ ეგ არის რა. ქოლი და მე ფლოპი ჩეკ ფოლდი სწორი. ათიანსგანით ქოლი შეიძლებოდა რეიზიც. ალბათ ქოლი ჯობდა. თუმცა რეისაც რა ბევრი რამე იხდიდა რა, რაღაც გაჩოტები, რაღაცები. მაგრამ ისეთი ცოტა აპასნი ბორდია, თან ჩვენი კიკერი არ არის ძალიან ძლიერი და ჩეკი შეიძლებოდა. რავი, ამ დამაზე მე მგონი უნდა გადაახტევინო რამეს. ამ დამაზე ჩვეულებრივად 1/3 შეიძლება გახვიდე რა. კი, ოპონენტმა დაჩეკა, კი გვანახებს რომ რაღაც ენთუზიაზმი აღარ აქვს, მაგრამ 1/3 სავარაუდოდ რაღაც იმ 7-იანთან 5-იანით რაღაც 8-იან 7-იანი 6-იან 5-იანი ან რაღაც ეგეთი როცა უჭიროს ხოლმე გადაიხდის რა. როცა ეგეთი სიტუაციაა რომ შენ ხედავ რომ წინ ხარ შენს ოპონენტზე. ოპონენტის გათამაშების ხაზიდან გამომდინარე, ხო? და ოპონენტი არის ამ დროს რეკრეაციული მოთამაშე, როცა ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს ემთხვევა, მაგ დროს კი შეიძლება ოპონენტი ძალიან სუსტ რეინჯს განახებდეს, მაგრამ ფსონის გაკეთება ყველა ვარიანტში ღირს ხოლმე რა, მინიმუმ პატარა ფსონის, იმიტომ რომ ის მოიფიქრებს, თვითონ მოიფიქრებს, რატო გადაიხადოს რა. ლოგიკურად წესით რომ არ უნდა გადაიხადოს ეგეთი ჰენდით, რამეს მაინც მოიფიქრებს და გადაიხდის რა. აქ კაროლებით, რავი, ფლოპიდან მე სხვადასხვა ცოტა დიდი საიზინგით დავიწყებდი რა. ტრიბეტ ბანკია. ისეთი საშიში ფლოპია, რომ ოპონენტმა თუ რაღაცა 7-იანებით ან 5-იანებით რაღაც ეგეთი დაგიქოლა, სავარაუდოდ იმას პატარა საიზინგზეც გადაყრის და შესაბამისად აქ აქცენტი უნდა გააკეთო იმაზე, რომ ოპონენტს ექნება ხოლმე ხანდახან ტუზვალეტი, ტუზდამა მსგავსი ჰენდები, რაც ნუ იდეაში არის წყვილი და პლუს გაჩოტი და რაც ცოტა მსხვილის ფსონის გადახდის შესაძლებლად არის და შეიძლება რავი, ჩვეულებრივად 2/3-ით დაიწყო 3/4-ით. ჩვეულებრივად მე თერზეც გავაგრძელებდი აუცილებლად აგრესიას. ისევ ცოტა ესეთი ცოტა მსხვილი საიზინგით. ფლეში რომ დაიხურეს, არ არის სასიამოვნო გასაგები არც ჩვენთვის არც ოპონენტისთვის. თერზე უკვე შეიძლება ცოტა საიზინგის შემცირება მაქედან გამომდინარე.
დასასრულს მივუახლოვდა ჩვენი სესია. ექტუსამიანი შეიძლება დაგეყარა პირდაპირ. რაღაც ეს სიტუაცია რო არის, რომ სავარაუდოდ თერნის დაყრა მაინც მოგიწევს, შეგიძლია ფლოპი დაყარო და ეკონომია გააკეთო რა. კი არა და აუცილებელიც არის, რომ ან ფლოპზე დაყარო ის ხელი, რომელსაც სავარაუდოდ თერნზე მოგიწევსო დაყარო რა, მეორე ბარელზე. გაძლიერებასაც არანაირად არ ელოდები. Sempre che sale si pistola un video per ის თემა არის, რომ ჩავარდოთ ერთი წუთი. სად იყო ეს? აქ რა. აი აქ როგორი თემა იცი? ან თერზე არაფრით გაძლიერებას ხო არ ველოდებით, პოზიციაც არ აქვს და ჯობია აქვე დაყარო, იმიტომ რომ კი სამიანი გაქვს, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს ახლა თერზე? დავჩეკავთ, ოპონენტებიც უნდა დაჩეკოს და მე რივერზე რაღაცა არ გადაგვისწროს და რამენერად ან ფსონით წამოვიღოთ, ან ჩეკ-ჩეკით გავიდეთ შოუდაუნ. ან ძალიან იშვიათად მოხდება ეს, ასე ვთქვათ, ესეთი რამე და ხის შემთხვევაში მოხდება ის, რომ ოპონენტი ან მეორე ბარელს გააკეთებს, ან რამეს ჩვენზე უკეთეს დაიჭერს თუ ეხლა უკვე არ აყავს რა და შესაბამისად აქ პირდაპირ დაყრა იქნებოდა ეკონომია რა. სავარაუდოდ თერზე მაინც მოგიწევდა დაყრა. რა პრეფლოპ ექშენი იყო? ხო, პრეფლოპ ექშენი იყო ისო ტრიბეთი და ქოლე ამ ტუსამიანით. უპოზიციოთ კი პატარა საიზინგია, მაგრამ ნუ ტრიბეთის ასაკოლად უპოზიციოთ მაინდა-მაინც კარგი ხელი არ არის რა. ესეთი ხელით მე ესეთ ხელს ზოგადად ეხა ნორმალური საიზინგი რო იყოს ეხა დავყრდია თქმა უნდა, მაგრამ ისედაც ზოგადად თუ მაგალითად ოპონენტის დაფორმეტება მინდა დავუშვათ თუ მგონია რომ რაღაცა ლუზერად მატრიბეთებს და რაღაცა ეს ხელი ბლეფ ფორმეტისთვის კარგი ხელია, მაგრამ ქოლისთვის ნაკლებად რა. ტრიბეთის ქოლისთვის ნაკლებად შესაბამისად. ითუმეტეს მე ესეთ ფლოპზე ჩეკ ქოლის თამაში. ჩეკ რეიზ კიდე არ აუშავს რაღაც გაგებით. თუმცა არ არის ის ფლოპი, რომელზეც ჩეკ რეიზი საერთოდ ლოგიკური იქნებოდა, იმიტომ რომ ოპონენტი უფრო მოედო ამ ფლოპს, ეხლა ტუზაგური რო გქონდეს დაუშვათ სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ არა გვაქვს და ან დაუშვათ ტუსამიან ყოვები რო გქონდეს რა. მაგრამ არა გვაქვს. შესაბამისად ჩეკ-ფოლდი იქნება ყველა ზღვაში პრეფლოპიდანვე დაყრა რა ამის. მოკლედ შეჯამების სახით ვიტყვი, რომ რავი, ამ სესიასაც უყურე, საკმაოდ ნორმალურად და კარგად გამართული სტრატეგიით არის თამაშები, მე ტუზვალეთის დარიგებასაც შევხედოთ ერთი წუთი. ანუ არაფერი გავედი დაყარეს. საკმაოდ ნორმალური გამართული სტრატეგიით არის ნათამაშები. არის რაღაც ესეთი ნიუანსების დონეზე რაღაცა სიტუაციები, სადაც რადგან უკვე ვილაპარაკე და რა ვფიქრობ, რომ ესეთი ზოგადად მოთამაშეებისთვის, აი თუნდაც ეს ტუსამიანის დარიგება და თუნდაც ის რუიანების სეტი რო ქონდა, ეგ დარიგება, ესეთი რაღაცა ტიპიური დარიგებებია და გირჩევდით ყველას, რომ ყურადღებით იყოთ გავს სიტუაციებში, იმიტომ რომ კარგი ეკონომიის გაკეთება არის შესაძლებელი უბრალოდ ფოლდებით, აი ექსპლუატაციური ფოლდებით მიკროლიმიტებზე, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან პასიური თამაში მიდის. წინა დღეებში და მეგონი გუშინ იყო კომენტარები ჩემს არხზე და ძირითადად ბევრი მოთამაშის გამსმენია ხოლმე რომ რაღაცნაირად აი პასიურ თამაშზე მორგების პრობლემა, რომ ანუ ვერ ეგებიან პასიურ თამაშს და აქ შეუძლებელია თამაში და ასე შემდეგ. ლიმპები, ყველაფერს ქოლავენ ოპონენტები და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეგ არის ყველაზე ადვილი შემადგენლობები. ასე რომ მაგაზე ნუ ინერვირდოთ, უბრალოდ კარგი კარგს უნდა დაელოდო და დიდი საიზინგებით უნდა შეუტიო ოპონენტებს. ეგ არის და ეგ აი ყველაზე მარტივი არის მასეთ შემადგენლობებში თამაში და საპასუხო აგრესიაზე უნდა იყოს ძალიან ფრთხილი რა. აი ეს სამი პრინციპი უნდა გაითვალისწინო. კარგი კარტი, აგრესია, დიდი საიზინგები, აქტიური თამაში, კარგი კარტით. ეს არის ტაიტ აგრესივი მაგას ნიშნავს იდეაში და მესამე რომ საპასუხო აგრესიის წინააღმდეგ რო იყო ფრთხილად, ქონდეს დამოღამებული რაღაცა ისეთი, ასე ვთქვათ,
მახეებს როგორ აგებენ პასიური მოთამაშეები ამ თავიანთი რაღაცა მიკრო რეიზებით და რაღაც ეგეთებით. ეგ არის რა. ხო. კიდე რა შეიძლება ითქვას? ხო, MSS-ზე ვიტყოდი რომ MSS-ი მაგით არის კარგი რომ ანუ რთული გადაწყვეტილება, რთული სიტუაციები იშვიათად იქნება. ეხლა ამ ორ ვიდეოსაც რო უყურეთ, ეხლა ესეთი რთული სიტუაცია, იმის არაფერი არ გქონდა. ეგ არის მაგის პლუსი, მინუსი უკვე ვთქვი რომ ის არის რომ ცოტა მოუხერხებელია თამაში, იმიტომ რომ მაგიდების გამოცვლა არ შეგვიძლია და შესაბამისად რო გავორმაგდებით მე ისევ მაინც ღრმა სტეკებში გვიწევს თამაში და შესაბამისად უკვე BSS-ს ვთამაშობთ, ანუ MSS-ის თანამედროვე MSS-ის მოთამაშე თითქმის იძულებულია რომ ანუ ღრმა სტეკებში თამაში იცოდეს. ღრმა რაღაცა და ანუ დიდ სტეკებში თამაში იცოდეს რა 100 ბლაინდის სიღრმეში თამაში იცოდეს და თუ მეორე მხრივ 100 ბლაინდის თამაში მაინც უნდა იცოდე, მაშინ უკვე მე MSS-ის თამაში უკვე რაღაც გაგებით ველიუს დაკარგვა იქნება რა. ეგ თემაა. კონკრეტულად ამ ვიდეოს ჩვენს დღევანდელ გმირს ურჩევდი რომ ანუ 100 დიდი ბლაინდის სიღრმეში თამაშის დამოყალიბება დაიწყოს და ალბათ ეგ იქნება მაგისი კარიერის ყველაზე ლოგიკური გაგრძელება, იმიტომ რომ რავი ხა აქ რასაც უყურებ, რავი აბსოლუტურად ეს ადეკვატური და ღირსეული სტრატეგიით თამაშობს MSS, მაგრამ ხო, იმ ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, ანუ დიდ სტეკებშიც უნდა იცოდე მაინც თამაში და თუ მაგას ისწავლი, მე ამის თამაში უბრალოდ აღარ მოგიწევს და შესაბამისად მაგეთ უფრო წაიყვანე შენი ყურადღება, რომ ანუ უფრო დიდ სტეკებში გადაწყვეტილებების მიღებაზე და ასე შემდეგ და რავი, რაღაცა გამოცდილების დაგროვებასაც დაიწყებ შედარებით დაბალ ლიმიტებზე. ღრმა სტეკებში თამაშით, ანუ დიდი სტეკებით თამაშით ისევ ღრმა სტეკებს ვეძახი, მაგრამ არ აუშავს. ანუ BSS-ი თამაში თუ რაღაცა შედარებით დაბალ ლიმიტებზე რაღაცა პროცესის საცდელ სესიებს გააკეთებ რაღაცა გამოცდილების დასაგროვებლად შეიძლება აკეთებ კიდევაც არ ვიცი. ეგ უფრო ის იქნებოდა რა. ანუ საქმეს წინ წაიგდებდი და კარგი, აბა, წარმატებებს გისურვებთ ყველას. თქვენ იცით, აქ დავამთავროთ ეს ვიდეო და შევხვდებით სხვა ვიდეოებში.